10 ნოემბრის დილა იყო და ვაპირებდი უკვე სახში წასვლას მოკლედ, როდესაც თბილისის კედელს მიგვაჭყიდა რობოკოპებმა და მე უცებ გახსნეს კორიდორი და გითხრეს სახში წავიდე. სახში წასვლა გადავწყვეტე, დავიწყეთ წასვლა და გზის გზა რო გადავყვეტეთ, რომელიღაც პოლიციელმა გადაწყვიტა რომ ჩვენ არ მივიდოდით სახში თუ არ ვიცი რა გადაწყვიტა, მომიქნია დამაგდო დაბლა. დავემორჩილე რა თქმა უნდა, კი მომატყუა წინა პოლიციელმა და მაინც დავემორჩილე. და მეგონა რომ რაღაც ისე არ იყო რომ უბრალოდ რაღაც ვერ გაიგო და სამართალი იზეიმება. მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში არაფერი წინა არ შეწინააღმდეგები ვარ, მაგრამ როდესაც გამაცილეს ამ ტელევიზიებს ხალხს უკვე უკანა ნაწილში რომელიღაც რობოკოპს გადაუტრიალდა თუ არ ვიცი მითითება ქონდა, გამოვარდა ჩამართა ცხვირში. ეს გინება ლანძვა და ის ნასკის მოწოდებას ალბათ გეცოდინებათ, ნასკი რომელსაც ცხვირი რომ მოიწმინდე. მაგის მერე წავიდა უკვე ქართული ჯიგრული პონტის დაშავებები, რომ ვითომ ესენი იყვნენ ჩემი ახლო ადამიანები და ეს ქართული ჯიგრული პონტში გელაპარაკებოდნენ, რაღაცებს გაბრალებდნენ, რაღაც ერთმა პოლიციელმა მითხრა რომ ორი ხელით დაგინახე რომ მაგინებიო და მაგაზე გამეცნე, იმიტომ რომ მე არ ვარ ეგეთი ადამიანი და ჩემ ყველა ნაცნობს იცოდინება რომ უბრალოდ მეგობრულადაც არ ვიგინებ. და აქ რაც შეეხება ის ორი დღე რო არ გადამიყვანეს დიდი ხანი, აი ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს, რამდენჯერ უთხარი იცით, აი ექიმზე უთხარი და აქ ახლა წერია ჩემს საქმეში რომ მე თურმე უარი ვთქვი ექიმთან ვიზიტზე. და რომელი ექიმაც გამსინჯა მე წინასწარ დაკავების იზოლატორში, თითი გაატარა და მითხრა არაფერი არ უჭირს და გამაყუჩებელი მიეცა. ვიზუალურად თუ მგეტყობოდათ ამ დროს დაზიანება? კი, ის ჭრილობა მოხდა, ღია ჭრილობა მოხდა სკვირზე. დასიებული მქონდა მაგ დროს ძალიან და ნახავთ პირველ სექტორშიც ნახავთ როგორ ჩამოვყავარ პოლიციის შენობიდან და როგორ მაქვს სკვირი გახეულ და იქ 6 საათი მამყოფეს სისხლდენი და ყვიროდი უკვე რომ ექიმი მინდა და აქ მიწერია რომ არ მაქვს მე უარი თქვი და აი ბოდიში და სასამართლოზე ამ ორმა ჩემო ვითომ დამკავებელმა რომელიც დაკავებიდან მოვიდა 1 საათის მერე გაუგნებულები იყვნენ რა ხდებოდა რომ გადამაბარეს რა უნდა გაეკეთებინა ჩამსუს გაფუჭებულ მანქანაში ჩავარდა ეს მინა ჩაუვარდა იმას აკეთებდნენ მე სისხლდენი ველოდები როდის გააკეთებენ ამ მინას იმი ვერ გადავყავარ იმიტომ რომ ჟურნალისტები არიან არ უნდა რომ გამომაშენ იმიტომ რომ ყვიროდი რომ აკლეთ თელი ამბავი და ეხლა იყო თამაში ეს იყო თამაშიდან საუკეთესო სიტუაცია გამოვიყვანეთ იმიტომ რომ პოლიციელები აირივნენ ერთმანეთში ჩანთის ფერზე ვერ შეთანხმდნენ ერთი აუზეს შავიო მეორე მწვანეო არადა ჩანთა დიდი ხნის განმავლობაში მაგათ ჰქონდათ ვერ დაიმახსოვრეს აირივნენ ერთმანეთში მაგრამ მოსამართლე მაინც გადაწყვიტა რომ ეს არეულები და უაზრო მოლაპარაკეები და თან ესე რომ მეუბნებიან შეკაი დედმა ნიშნული სასამართლოს მეუბნება პოლიცია უფროსი გამომძიებელი ხარ შეკაი დედმა ნიშნული რატო უნდა მომმართო ხო მოკლედ თამაში ჩაატარეს მინ ყველაზე მაქსიმუმი რაც გამოწურეს ეს 2000 ლარი და დამაკისრეს 2000 ლარი ესე იგი როდესაც წამიყვანეს და მიღბები გაისწორეს რომ თურმე ხედავდა ტელევიზია როდესაც კადრებიც არის როდესაც გამაცილეს დაახლოებით 100 მეტრამდე არ ვიცი დაახლოებით 100 მეტრი წამიყვანეს ეს რობოკოპი რომ გადამოხდა და ცხვირი გამიტეხა ერთი დარტყმა ქონდა მხოლოდ აი ის ზუსტად კარგად დაასვა ხუმრობდი ეს ბეისბოლის გუნდი უნდა გავაკეთოთ ეს სუპერვარსკვლავი იქნება ეს ბიჭი ძალიან დიდ კარგად ნიშს შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩამარხეს და უკვე მიკროავტობუსამდე რომ მიმიყვანეს მარშრუტკას ეძახით დანგრეული იყო საშინად საიდან რა მოიტანეს მიმიყვანეს და უკვე ფაქტობრივად რიგში ვიდექი როგორ შედის შემტენიდნენ და აი მაგ დროს როდესაც დიდი რაოდენობით მომდიოდა ეს პოლიციელი დაიბნა თუ ურაცხყოფაო და არ ვიცი ეს ნასკი მომაწოდა რომ ცხვირი მოიწმინდეოდა მე როცა ეს ნასკი ამოიღო როლინგი მომაწოდა ჩემივე ჩანთიდან და მე გამიხდა რომ სალფეტკი
თვის სახელს უნდა მოეწოდებინა და გავავსე 1.30. ეს წინდა სადიხოა, ნასტი სადიხოა. ჩემ ჩანთაში მქონდა, იმიტომ რომ სხვა მიზნებით ჩამოვედი მე აქცია ხო რაღაც და როდესაც შემტენეს ამ მანქანაში 5 ადამიანი იჯდა და ცოტა ხანში გატენეს ეს მანქანა უკვე ისეთი ადგილი დასაჯდომი აღარ იყო, 2 წვრილი ხაზი იყო და ჩავეტენეს და კიდე ბოლომდე ტენიდნენ. და აი ბიჭს უახსენებდა ფიხოწები გამომეხმაურეთ, ამას ნახავ რომ შემეცოდა აი რამდენჯერაც გააგეს კარები, იმდენჯერ შემოსხეს ამ ბიჭს. ოღონდ ისე ვარ უყურებდნენ, არაფერს აკეთებდა, თავი ქონდა ჩახრილი და ამას ისე უყავდა ყველა გაგებაზე. უბრალოდ შეიძლება გააგებდა დაარქვა და დაკეტავდა. იქ რომ მე მჯდარიყავი ასეთი გატეხილი ცხვირით და ამდენჯერ შემოერთხათ, მე დიდი ალბათობით ვერ გადავრჩებოდი. ერთი ესეთი მომენტიც იყო, უკანიდან გააგო ერთ-ერთმა სპეცრაზმენმა კარები, უყურებს, რამდენი წელს ხარო კითხა, იმ კაცმა 52-იო, შენი დედაო შეაგინა დაუკეტა კარები. აი, სრული განუკითხაობა იყო და 1 საათი ვიდექი და ეს ჩემი დამკავებელი, რომელმაც გადასცა, დამიმახსოვრა და რაღაც, მე შემთხვევითო ეს პრინციპით რომ გადააბარეს, იმტკიცებს რომ შენ მახსოვხარ ყველანაირად, მაგრამ ჩანთა რომელიც 1 საათების განმავლობაში ხოდა ფერი არ აქვს.